მასწავლებლის ეროვნული პრემიის კომისიამ საუკეთესო ისტორიის მქონე 10 მასწავლებელი შეარჩია. სხდომა საქართველოს განათლების მინისტრის გივი მიქანაძის ხელმძღვანელობით ჩატარდა. შერჩეულ 10 პედაგოგს 27 ოქტომბერს მასწავლებლის ეროვნულ დღეს პრემია სპეციალურად შექმნილი სამკერდე ნიშანი და 10,000 ლარის ოდენობით ფულადი ჯილდო გადაეცემა. ტრადიციად იქცა მასწავლებლის ეროვნული პრემიის ნომინანტების გამოვლენა და ყოველწლიურად 27 ოქტომბერს იაკობ ღოგებაშვილის დაბადების დღეს შერჩეული პედაგოგების დაჯილდოვება. წელსაც ჩვენ ამ ტრადიციას არ უღალატეთ და შეიკრიბა ძალიან წარმომადგენლობითი კომისია, რომელიც დაკომპლექტებული არის საზოგადოებისათვის ცნობილი ადამიანებით, ღვაწლმოსილი პედაგოგებით, ასევე საზოგადო მოღვაწეებით და ჩვენ საკმაოდ რთული ამოცანის წინაშე დავდექით, იმიტომ რომ 400-მდე განაცხადი იყო მთელი საქართველოდან შემოსული ჩვენი არაჩვეულებრივი მართლაც ღვაწლმოსილი პედაგოგების სხვადასხვა ისტორიებით და ჩვენ დაგვჭირდა საკმაოდ დიდი დრო იმისთვის, რომ დეტალურად შეგვესწავლა და გაგვევლო თითოეული მათგანის ის დიდი ღვაწლი და ამაგი, რომელიც მათ თაობების აღზრდის და მთლიანად ქვეყნისადმი მიუძღვით. პირველ რიგში მინდა ვთქვა, რომ ყველა ნომინანტი მართლაც იმსახურებს იმ პრემიას, რომელიც 27 ოქტომბერს უნდა გადაეცეს 10 რჩეულს და მინდა გამოვხატო მათდამი უდიდესი პატივისცემა და დავაფიქსირო მადლიერების გრძნობა, იმიტომ რომ ამ ადამიანებს ძალიან ბევრი აქვს გაკეთებული ქვეყნისთვის, იმ თაობებისთვის, რომელიც მათ აღზარდეს საკუთარი შვილებივით და უდიდესი ცოდნა, განათლება და რაც მთავარია, ცხოვრების გზაზე სწორი მიმართულებით წინსვლის მიმართულება აჩვენეს. აქვე ვიტყვი, რომ წელს განსხვავებული ფორმატით გავაკეთეთ ამ ღონისძიების აღნიშვნა. ჩვენ 63-ვე მუნიციპალიტეტში და თბილისის 10-ვე რაიონში ვაორგანიზებთ ღონისძიებებს, სადაც ადგილობრივ დონეზე ვარჩევთ 5 ღვაწლმოსილ პედაგოგს და მინისტრის მადლობის სიგელით ვაჯილდოვებთ მას, გამომდინარე იქიდან, რომ მართლაც ძალიან ბევრი ადამიანი იმსახურებს ამ სტატუსს, ძალიან ბევრი ადამიანი იმსახურებს იმ უდიდეს სითბოსა და პატივისცემის გამოხატულებას, რომელიც მათ წლების განმავლობაში თავისი შრომით, თავისი გულით, თავისი თავდადებით მოიპოვეს და დაიმსახურეს და არაერთი ღირსეული თაობა აღუზარდეს ამ ქვეყანას. განცდა არის ძალიან სასიამოვნო და თან ძალიან თითქოს რაღაცა დიდი ლოდი და დიდი პასუხისმგებლობა გადავაგორეთ, იმიტომ რომ პირველი შოკი, რომელიც მივიღე, ეს არის ინფორმაცია, რომ 400 პედაგოგიზე შემოვიდა განაცხადი. ის რომ საქართველოში 400 პედაგოგი არის იმის ღირსი, რომ მისი კანდიდატურა შემოვიდეს ესეთ დიდ ჯილდოზე, ეს უკვე ძალიან დიდი მიღწევა მგონია და დარწმუნებული ვარ, რომ ეს ასეა. და ის 30, რომელიც უკვე ჩვენამდე მოვიდა კომისიამდე, ძალიან პროტესტის განცდაც კი გამიჩნდა, რომ როგორ უნდა მისცე ერთს ხმა და მეორეს, არ ვიცი, ძალიან რთული ამბავია, მაგრამ მაინც ჩვენც ხო ვიყავით ბავშვები, ჩვენს გვიოცნებია განსაკუთრებულად კარგ და სხვანაირ პედაგოგებზე და მე მგონია ის საოცნებო პერიოდი დგება, როგორ პედაგოგებზეც ჩემი თაობა ოცნებობდა.